ირლანდია სოფლიოში ეკონომიკური სიმდიდრით მეხუთე ქვეყანა. თუმცა ეს არც უძველესი ვისკის ბრენდების, გინესის საოცარი ლუდის, ჰოლივუდში გაგზავნილი ვარსკვლავური შემადგენლობის თუ კონორ მაკგრეგორის დამსახურება არაა. ირლანდია საუკუნეების განმავლობაში დიდი მეზობლისგან დაჩაგრული, მოქალაქეების ემიგრაციისაგან გაწამებული, ბუნებრივი რესურსებით არც თუ ისე მდიდარი 70,000 კვადრატული კილომეტრის ფართობის 4.9 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა. შემთხვევით რომელიმე ამ ნიშნით საქართველოს ხომ არ გაგონებთ. ამ მსგავსებების მიუხედავად ჩვენი და ირლანდიის ეკონომიკა განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. მაგალითისათვის ირლანდიელის საშუალო ხელფასი თვეში 3,356 ევროს შეადგენს. მაშინ როცა რიგითი ქართველის ანაზღაურება მხოლოდ 343 ევროა. დღევანდელ ვიდეოში ირლანდიის ეკონომიკის მოკლე ისტორიულ მიმოხილვას გავაკეთებთ, რათა გავიგოთ რა არის მათი წარმატების საიდუმლო соуსი. ვიდეოს დასკვნით ნაწილში კი შევაჯამოთ რა შეიძლება ისწავლოს ჩვენმა ქვეყანამ ირლანდიის მაგალითიდან. დავიწყოთ. გეოგრაფიულად ირლანდიას დიდ მეზობელში მაინდა-მაინც არ გაუმართლა. საუკუნეების განმავლობაში ინგლისელები მათართმევდნენ მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც. 1801 წელს, ისევე როგორც ქართულ კახეთმა მათ დაკარგეს სახელმწიფოებრიობა. კელტური ენა აგრესიულად ნაცვლდებოდა ინგლისურით და კათოლიკეები ანგლიკანური პროტესტანტიზმის ქვეშ დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ასევე საქართველოს მსგავსად ირლანდიამ ისარგებლა პირველი მსოფლიო ომით და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გააქტიურა. 1921 წელს, როდესაც წითელი არმია ნაბიჯით ნელით შემოდიოდა თბილისში, ირლანდიის 26-მა საგრაფომ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, ხოლო დანარჩენი 6 დარჩა ბრიტანეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ირლანდიის სახით. ჩვენი ვიდეო სწორედ გათავისუფლებულ დამოუკიდებელ ირლანდიის რესპუბლიკას შეეხება. იმის გამო, რომ ირლანდია 100 წლების განმავლობაში იყო ბრიტანეთის მმართველობაში, ეკონომიკურადაც მასზე იყო დამოკიდებული და თავი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით გაჰქონდა. 1921 წლის შემდეგ ქვეყანამ ბრიტანეთზე ამ დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება განიზრახა და იმ დროის პრემიერ-მინისტრის ეამონ დე ვალერას სიტყვებით ხელმომჭირნე კომფორტის გზას დაადგა. ირლანდიის მესვეურების აზრით გამოსავალი თვითკმარი, იზოლირებული ინდუსტრიული სახელმწიფოს მშენებლობა იყო. 1930-იან წლებში აიკრძალა უცხოელების მხრიდან ირლანდიური ინდუსტრიების კონტროლი. იმპორტირებული პროდუქციის ნაცვლად, ადგილობრივი ინდუსტრიების გასაძლიერებლად შემოღებული იქნა ტარიფები. უამრავ სექტორში შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები. მიაღწია ამით ირლანდიამ ეკონომიკურ კეთილდღეობას და გათავისუფლდა ბრიტანეთზე დამოკიდებულებისაგან? არა. ამ უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა 1950-იანი წლების ბოლომდე დარჩა უძრაობაში. სახელმწიფო ბიუროკრატიის და მონოპოლიების დამსახურებით, საერთაშორისო კონკურენციის და უცხო ქვეყნებიდან ინვესტიციების გარეშე, ინდუსტრიები ფაქტობრივად არ განვითარდა. 70-იანი წლების ბოლომდე ბრიტანეთი დარჩა ირლანდიასთან ექსპორტ-იმპორტის 50%-იანი პარტნიორი. მარტო 1950-იან წლებში 9 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში და ამ 10 წლებში დაბადებული ყოველი 4 ბავშვიდან 3 ცხოვრების რაღაც ეტაპზე დატოვა ირლანდია. ამ უიმედობამ ცვლილებების საჭიროება დააყენა, რაც ერთი ხელის მოსმით არ გაკეთებულა და 10 წლეულები დასჭირდა. უცხოელების მხრიდან ინდუსტრიების ფლობა ეტაპობრივად დაშვებული იქნა. შემოღებული იქნა საგადასახადო შეღავათები და 60-იან წლებში ეკონომიკა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. გამორჩეულად აქტიური იყო პატარა ქალაქ შანონის აეროპორტი, რომლის მენეჯერის ბრენდან ორეგანის ინიციატივით გაიხსნა პირველი დუტიფრი მაღაზია მსოფლიოში. ამ ადამიანისვე დამსახურებით, იმის გამო რომ საწვავის შევსების ბაზარზე აეროპორტი რელევანტურობას კარგავდა, ქალაქში შეიქმნა პირველი თანამედროვე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელშიც 0%-იანი კორპორატიული მოგების გადასახადი დაწესდა. ანუ შანონში წარმატებით იყენებდნენ ძველ შეგონებას, გაჭირვება მანახე და ინვესტიციის მოზიდვას განახებო. და ეს ზონა მალე გახდა General Electric-ის, Lufthansa-ს თუ სხვების დანიშნულების ადგილი. ხოლო 1980-იან წლებში ჩინეთის კომპარტიის ინსპირაციის ობიექტიც, ჩინეთის კაპიტალისტურ მოდელზე გადასაყვანად. 1973 წელს ირლანდია შევიდა ევროკავშირში, რამაც ბრიტანეთზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყო ხელი. გაიზარდა ირლანდიური ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თუმცა ევროკავშირში შესვლას, ტარიფების დაწევას და ევროპელებისათვის ბაზრის გახსნას სხვა ეფექტიც აღმოაჩნდა. 10 წლეულების განმავლობაში პროტექციონიზმს ამოფარებულ კომპანიებს მოულოდნელად გახსნილ ბაზარზე მოუწიათ კონკურენცია. ბევრი ასეთი კომპანიის არაეფექტურობა მწვავედ გამოვლინდა, რის შემდეგაც ადგილობრივ ავეჯის ბიზნესში დასაქმება შემცირდა 25%-ით, ტყავის წარმოებაში 67%-ით და ასე შემდეგ. ამას 70-იან წლებსა და 80-იანი წლების დასაწყისში მთავრობის რიგი არასწორი ნაბიჯებიც დაემატა. ბიუჯეტი იხარჯებოდა დიდი დეფიციტით, რაც ნიშნავს აკრეფილ გადასახადებზე გაცილებით მეტი თანხების დახარჯვას. ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ხდებოდა სესხების აღებით და მალე ქვეყნის ვალი მთელი ეკონომიკის წლიურ მოცულობას აცდა.
მოკლედ, თუ ირლანდია გარჩაკეტილობის და პროტექციონიზმის ცოდვას ცივი შხაპის მიღებით ინანიებდა, მთავრობამ ქვეყანას საერთოდ ყინულის აბაზანაში ჩასახშობად გაიმეტა. ირლანდია მძიმე კრიზისში იყო, საიდანაც გამოძრომა გააზრებულ ნაბიჯებს და იღბალსაც მოითხოვდა. ის, რაც ამის შემდეგ ირლანდიაში მოხდა, ბევრისათვის ეკონომიკური სასწაულია, ზოგისთვის გეოგრაფიული კანონზომიერება, ხოლო მრავალი ირლანდიელისათვის ტრანსფორმაციული ეტაპი თავის სახელმწიფოს ისტორიაში. 1991 წელს საშუალო ირლანდიელს საშუალო ბრიტანელის დაახლოებით 62% შემოსავალი ჰქონდა, რაც 1991 წლისათვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა კიდევ 10 წლის თავზე 2001 წელს უცებ საშუალო ირლანდიელი ბრიტანელზე მდიდარი იყო. ეს მხოლოდ მეზობელ ბრიტანეთს არ ეხებოდა. ირლანდიამ გადაასწრო ბელგიას, შვედეთს, საფრანგეთს და გერმანიასაც კი. როგორ არის შესაძლებელი ფაქტობრივად 10 წლიან მონაკვეთში ასეთი ეკონომიკური შედეგის მიღწევა? ირლანდიის ეს ეკონომიკური ბუმი კელტური ვეფხვის სახელით გახდა ცნობილი. მივყვეთ თანმიმდევრულად. 1997 წელს კოლაფსის პირას მისული ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პარტიები 10 წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად უპრეცედენტო ნაბიჯზე შეჯერდნენ. ისინი ეკონომიკურ რეფორმებს ერთობლივად დაუჭერდნენ მხარს, რასაც ტალატის სტრატეგია ეწოდა. საქართველოსთვის ასეთი რამ ნამდვილად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს წარმოადგენს. ირლანდიის მთავრობამ ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით გაატარა რიგი მწვავე, მაგრამ აუცილებელი რეფორმები. გაუქმდა რიგი საჯარო უწყებები. დაიწყო გადასახადების განაკვეთების ეტაპობრივი შემცირება. გააგრძელდა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და მონოპოლიების გაუქმება. ავიაციის ბაზარზე Ryanair-ის შესვლის გამო დუბლინი-ლონდონის მარშრუტზე Aer Lingus-ის მონოპოლიური ბილეთის ფასები 54%-ით შემცირდა. შედეგად 1997-93 წლებში ტურისტების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა და შეიქმნა დამატებით 25,000 სამუშაო ადგილი. გარდა მყისიერი ჩარევებისა, 80-იანი წლების ბოლოსთვის ირლანდიას დაგროვებული ჰქონდა ეკონომიკური აღმასვლისათვის საჭირო გრძელვადიანი რესურსები. ქვეყანას ჰქონდა გამართული სასამართლო სისტემა. დანარჩენ ევროპასთან შედარებით ირლანდიაში იყო მაღალი შობადობა. ქვეყანას ჰყავდა ახალგაზრდა სამუშაო ძალა, რომელმაც ინგლისური ენაც იცოდა. მიუხედავად რეცესიისა, გაფართოებული იყო უმაღლესი განათლების დაფინანსება. შედარებისთვის, საქართველოში ბიუჯეტიდან განათლებაში დახარჯული თანხები ეკონომიკის მაქსიმუმ 2.8%-ია. მაშინ როცა ირლანდიაში დეპრესიის დროს ეს მაჩვენებელი 5%-ს არ ჩამოცდენილა. 1993 წლისათვის 25-დან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ირლანდიას ჰყავდა OECD-ის 25 ქვეყანას შორის კურსდამთავრებულების ყველაზე მაღალი რაოდენობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. აქაც ძველი ხალხური სიბრძნე, რომ ბავშვმა კომპიუტერი და ინგლისური უნდა ისწავლოს, ირლანდიელებმა მამაო ჩვენოსავით გაითავისეს. 90-იანი წლებისათვის იდეალური საინვესტიციო იმიჯისათვის საჭირო ყველა ფიგურა დაფაზე იყო განთავსებული. ჯადოსნური წრის შეკვრას ახლა ინვესტორები სჭირდებოდა, ვინც ირლანდიაში ფულს ჩადებდნენ. ამასობაში ოკეანის გადაღმა ამერიკელები კომპიუტერული და ინტერნეტ რევოლუციით ჭკუაზე არ იყვნენ. იქმნებოდა ვებგვერდები, მობილური ტელეფონები, ახალი და ახალი სახის პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, კომპიუტერული პროგრამები და უამრავი სხვა. ამ ახლად გამომცხარი ინდუსტრიის ფლაგმან კორპორაციებს ევროპის ბაზარზე შესვლისთვის ხელსაყრელი პლატფორმი სჭირდებოდათ. რა ადგილი შეიძლება აერჩიო? მათ რუკას დახედეს, ამ დროს ჯერ Google არ იყო. დაგერ ირლანდია ამერიკასა და ევროპას შორისაა. დაბალი გადასახადები აქვს, ევროკავშირის ბაზრის წევრია და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდა იაფი მუშახელი ყავს. 80-იან წლებში Apple-სა და Microsoft-ს გახსნილი ჰქონდათ მცირე ზომის საწარმოები რამდენიმე ათეული თანამშრომლით. თუმცა ირლანდიას ტუზი დაეცა, როცა 1990 წელს მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ჩიპების მწარმოებელმა Intel-მა ევროპის SATA ოფისის მშენებლობა ირლანდიაში დაიწყო. ამის მერე ამერიკული IT კორპორაციების ინვესტიციების ცუნამს ირლანდიაში ვერაფერი შეაჩერებდა. 90-იან და 2000-იან წლებში ქვეყანაში შევიდნენ Hewlett Packard, Oracle, Yahoo, მოგვიანებით Facebook და Google. ასევე ასობით სხვა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა კომპანია. იმ დროს, როცა ჩვენთან 90-იანებში პურის რიგებში იდგა ხალხი, ირლანდიის ეკონომიკა რეკორდული ციფრებით იზრდებოდა და 10 წლიან მონაკვეთში ზრდამ 102% შეადგინა. ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციების წილი ირლანდიის წარმატებაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო. 1996 წლისათვის უცხოური კომპანიები აკონტროლებდნენ ირლანდიის წარმოების 77%-ს. ირლანდიის ეკონომიკური ბუმი მხოლოდ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ უკავშირდება და ქვეყნის წარმატება სამედიცინო სექტორშიც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო. ირლანდია წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების დანიშნულების ადგილი გახდა, Johnson & Johnson-ით დაწყებული, Pfizer-ით დამთავრებული. სწორედ 90-იანი წლების ირლანდიაში დაიწყო ალერგანის მიერ ბოტოქსის და Pfizer-ის მიერ Viagra-ს წარმოება.
ეკონომიკური ბუმის დამსახურებით, აწლეულების შემდეგ პირველად ირლანდიაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ ემიგრაციაში წასულების რიცხვს გადააჭარბა. უცხოური კომპანიების შემოდინებას გადმოღრის ეფექტიც ჰქონდა. შეიქმნა უამრავი ადგილობრივი კომპანია, განსაკუთრებით კომპიუტერული პროგრამების განხრით, რა მიმართულებითაც ირლანდია მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ექსპორტიორი გახდა 2000 წლისათვის. კელტური ვებხვის ბუმზე ეკონომისტები ამბობენ, რომ ფორტუნა მომზადებულების მხარესაა. ირლანდიამ როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში თავის მეზობლებზე უკეთ შექმნა წარმატებისათვის საჭირო წინაპირობები და ეს დაემთხვა ინტერნეტ ეპოქის დასაწყისს. თუმცა ყველაფერს აქვს როგორც ნათელი, ისე ბნელი მხარე. ფული კარგია, მაგრამ ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად ზოგჯერ არა. ირლანდიაში კაპიტალის მასობრივი შემოდინების შემდეგ 93 წლიდან 2000 წლამდე საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ფასები თითქმის გაორმაგდა. უძრავი ქონების ზრდადი ფასები და მათი სპეკულაცია არაერთ ქვეყანაში გახდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის ფეთქებადის საწვავი. როგორც ინვესტიციები დაატყდა ირლანდიას თავზე ცუნამივით, ისე რამდენიმე წელში ეკონომიკური კრიზისის ტალღა ქვეყანას დაუნდობლად გადაულიდა. ინვესტორების შემოსვლა ბუნებრივად ზრდის მოთხოვნას უძრავი ქონების ბაზარზე. გარდა ამისა, ქვეყანა მდიდრდებოდა და შემოსავლების ზრდის გამო მოქალაქეებს შეეძლოთ პირველი ან საერთოდ მეორე სახლი შეეძინათ, რაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნას და შესაბამისად ფასებს კიდევ უფრო ზრდიდა. 90-იანი წლების შუა პერიოდიდან ნელ-ნელა დაიწყო უძრავი ქონების და განსაკუთრებით საცხოვრებელი სახლების სამშენებლო ბუმი. პროექტების დაუბრკოლებლად განსახორციელებლად და საჭირო ზონირების მისაღებად გახშირდა დეველოპერების მხრიდან ჩინოვნიკების მოსყიდვა, რაც ჩვენთვისაც ნაცნობის სენტიმენტია. მოხელები, რომლებიც GBF-ს ითფობდნენ, თავს იმტიწყნარებდნენ, რომ მშენებლობები ხალხისთვისაც კარგია. მართლაც, თუ 1998 წელს მშენებლობაში 126,000 ადამიანი იყო დასაქმებული, ეს ციფრი 2006 წლისათვის 282,000-მდე გაიზარდა. 2007 წლისთვის უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის წარმოუდგენელ წილს 14%-ში ადგენდა. ცხადია, სამშენებლო სექტორს ასეთ მასშტაბებზე გასვლა მარტოს არ შეეძლო და ბანკებმა, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, კრიზისის მოახლოებაში თავისი წვლილი შეიტანეს. ბანკებს არ ქონათ დეველოპერებზე და მათ კლიენტებზე კრედიტების გაცემის პრობლემა, რადგან ქონების ფასი, რომელიც იპოთეკით უზრუნველყოფდა ვალის დაბრუნებას, მხოლოდ იზრდებოდა და იზრდებოდა. 35 წლიანი უპროცენტო იპოთეკური სესხები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. თითქოს და ფული ონკანიდან მოდიოდა. უცხოური, განსაკუთრებით გერმანული ბანკები ენთუზიაზმით ასხამდნენ თანხებს მოთუხთუხე ეკონომიკაში. აძლევდნენ მილიარდობით დოლარის სესხებს ირლანდიურ ბანკებს, რომლებსაც უძრავი ქონების ფასების ვარდნის შემთხვევაში ვალების დაბრუნების თავი არც ეკნებოდათ. სახლების ასეთი ტემპით მშენებლობა და მათი ფასების ზრდა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და მალე განკითხვის დღეც მოვიდა. 2007 წელს უძრავი ქონების ფასები 7%-ით დაეცა. სამშენებლო სექტორში დაიწყო დასაქმების დრამატული შემცირება და ნახსენები 282,000 დასაქმებული 2010 წელს 125,000-მდე ჩამოვიდა. მრავალი მშენებლობა შუაგზაზე შეჩერდა და უძრავი ქონების გაყიდვებით ჩაკვდა. ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც დასაბრუნებელი ჰქონდათ მილიარდობით დოლარი უცხოელი კრედიტორებისათვის, ფაქტობრივად შემოსავლების გარეშე დარჩნენ, რადგან დეველოპერები და მომხმარებლები სესხებს ვეღარ აბრუნებდნენ. ირლანდიის ეკონომიკა ორ წელში 19%-ით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომში ოკუპირებული საფრანგეთის ეკონომიკური ვარდნის ტოლფასია. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. 2008 წლის 15 სექტემბერს ამერიკაში გაკოტრდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკი Lehman Brothers, რასაც ბაზარზე პანიკა მოყვა და ინვესტორები ირლანდიურ ბანკებს მიაწყდნენ თანხების უკან დასაბრუნებლად. ბაზრის დასაწყნარებლად ირლანდია თავდებში დაუდგა 6 უდიდეს ბანკს 440 მილიარდი ევროს თანხაზე, რაც მთელი ირლანდიის ეკონომიკის წლიურ წარმოებას დაახლოებით ორჯერ აჭარბებდა. ბევრმა ეს გადაწყვეტილება სრულ სიგიჟედ მიიჩნია, რადგან ბანკების პრობლემები ხალხის კისერზე გადმოდიოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სიტყვებით ეს იყო პანიკაში გადადგმული ნაბიჯი, ხოლო ზოგისთვის ეშმაკთან დადებული აუცილებელი გარიგება ფინანსური სისტემის გადასარჩენად. 2010 წლის ბოლომდე სახელმწიფოს 6 უდიდესი ბანკიდან 4-ის გადაბარება მოუწია საკუთრებაში. 2018 წლის გათვლებით ბანკების გადარჩენა ირლანდიას 42 მილიარდი ევრო დაუჯდა. 2010 წლის ზაფხულისათვის ირლანდიის და მისი ფინანსური ინსტიტუტების ჯამური საგარეო ვალი 517 მილიარდი დოლარი იყო, საიდანაც სოლიდური ნაწილი 138 მილიარდი დოლარი გერმანული ბანკების მიმართ ვალს შეადგენდა. შედეგად ირლანდიის და მისი ბანკების მდგომარეობა უკვე გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების დიდი პრობლემაც ხდებოდა. ევროკავშირის და განსაკუთრებით გერმანიის ზეწოლით ირლანდია დათანხმდა მიეღო უპრეცედენტო 67,5 მილიარდი ევროს ოდენობით სესხი ფინანსური სტაბილიზაციისთვის, რომელსაც გასცემდნენ ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი.
სხვათა შორის ეს სამეული თავისი ჩეკისტური მეთოდებით ტროიკის სახელითაა ცნობილი. ტროიკამ ვალის გასტუმრებისათვის მკაცრი პირობები წამოაყენა. 3 წლის განმავლობაში ირლანდიის მოსახლეობისაგან დამატებით 4 მილიარდი ევროს აკრეფა გადასახადების სახით, 6.1 მილიარდი ევროს ხარჯის დასაზოგად, მთელი რიგი სოციალური პროგრამების გაუქმება და საჯარო უწყებებში ხელფასების 14%-ით შემცირება. და ბოლოს დესერტად წყლის გადასახადის შემოღება ირლანდიაში. 3 წლის თავზე ირლანდიამ სესხი როგორც იქნა დააბრუნა, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესა, თუმცა წყლის გადასახადების შემოღებას მოყვა სახალხო დაუმორჩილებლობა და მასობრივი პროტესტები. საბოლოოდ მთავრობა იძულებული გახდა წყლის გადასახადი 2017 წელს გაიუქმებინა. კრიზისის შედეგები რომ შევაჯამოთ, 90-იან წლებში დაწყებული უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტირებული ინოვაციური მოდელი სამშენებლო და ფინანსური სექტორის სპეკულაციებით მოიწამლა. არარეალისტური სქემებით იოლი ფულის შოვნის ცდუნებას მთელი ეკონომიკა კინაღამ ფსკერზე ჩახვა. ირლანდია მეფურის უფრიდან ზედმეტი სმის გამო გულის შეტევით პირდაპირ რეანიმაციაში მოხვდა, სადაც ძალიან მწარე წამლებით მკურნალობის შემდეგ გადარჩა და ცხოვრებაც გააგრძელა. როგორია ირლანდიის ეკონომიკა კრიზისის შემდეგ? 2013-14 წლებში ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა დაიწყო, ხოლო 2015 წელს აჩვენა რეკორდული 26.3%-იანი მატება. როგორ შეიძლება ქვეყანამ 4-5 წლის ეკონომიკური ზრდა ერთ წელში ჩაატიოს? როგორც ეკონომისტები განმარტავენ, მთლიანი შიდა პროდუქტის გამოყენება, რომლითაც ეკონომიკის ზრდა ყველაზე ხშირად იზომება, 2010-იანი წლების ირლანდიის რეალობას არ ასახავს. გაბერილი ზრდის მაჩვენებელი მულტინაციონალური კორპორაციების ინტელექტუალური საკუთრებიდან, მაგალითად პატენტებიდან შემოსავლებსაც მოიცავს, რომლებიც ირლანდიას ეწერება მხოლოდ იმის გამო, რომ Apple-ს და სხვა გიგანტ კორპორაციებს შესაბამისი შვილობილი კომპანიები ირლანდიის რეზიდენტებად ყავთ რეგისტრირებული. ირლანდიის რეზიდენტობის უპირატესობა შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმია, კომფორტული 12.5%-იანი კორპორატიული მოგების გადასახადით. სილიკონის ველის კომპანიები გოიმებივით კალიფორნიაში რომ დარჩენილი იყვნენ, მხოლოდ ეს ერთი გადასახადი თითქმის სამმაგი ოდენობის ექნებოდა. მალე გაირკვა, რომ ირლანდიის ეკონომიკის ზრდის 26.3%-იანი ზღაპრული მაჩვენებელი 2015 წელს გამოწვეული იყო Apple-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის რესტრუქტურიზაციით. ამიტომ 2017 წელს ირლანდიის სტატისტიკის ოფისის მიერ საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით ეკონომიკის გაზომვის ახალი მოდელი შეიქმნა, რომელიც წლიურ ეროვნულ შემოსავალს ეფუძნება და რომელიცაც ირლანდია მსოფლიოში მეხუთე ადგილზე აღარ არის, თუმცა ტოპ 10-ში ადგილი არ დაუკარგავს. Apple-ის ხსენებაზე 2016 წელს ევროკავშირმა გამოძიება ჩაატარა კომპანიის მხრიდან ირლანდიური საგადასახადო სტრუქტურის ბორტად გამოყენებაზე და კომპანიას 13 მილიარდი ევროს გადახდა დაავალა. ეს გადაწყვეტილება ირლანდიამ თავადვე გაასაჩივრა როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შემლახავი. მულტიმილიარდიანი დავა გრძელდება და ქვეყანა აპირებს კბილებით დაიცვას Apple-ის ინტერესები. იყენებენ თუ არა მულტინაციონალური კორპორაციები ირლანდიას გადასახადების ოპტიმიზაციისთვის? ცალსახად კი. ფაქტი ისაა, რომ ირლანდია არ არის ბანანის რესპუბლიკა, ან და ოფშორული ქვეყნების მსგავსად დიდი კორპორაციებისათვის რომელიმე იახტაზე საკუჭნაო არ აქვს გამოყოფილი საკანცელარიო მიზნებისათვის. ირლანდიას ამერიკული კომპანიების რეალური ეკონომიკური აქტივობა გამოარჩევს. მაგალითისათვის 2017 წელს ირლანდიაში პროდუქციის წარმოების 63% ამერიკული კორპორაციების მხრიდან ხდებოდა. 2017-2018 წლების აღრიცხვით ირლანდიის მოსახლეობის 7% ამერიკული კორპორაციების მიერ არის დასაქმებული. რეალურად ამერიკული კომპიუტერული ტექნოლოგიების სექტორზე დამოკიდებულება იმდენად დიდია, რომ მათთვის პრობლემების შექმნის შემთხვევაში ეს მთელი ირლანდიის ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ამიტომაც ბალეში კობს ირლანდია, Apple-ს თითქოს ის რაგბის მეორე ეროვნული ნაკრები იყოს. ირლანდია მარტო სილიკონის ველის ტექ გიგანტებზე არაა ჩამოკიდებული და დღესაც დომინირებს ფარმაცევტულ სექტორში. მსოფლიოს 25 უდიდესი ფარმაცევტული კომპანიიდან 24-ს აქვს წარმომადგენლობა ირლანდიაში. 24-ს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2020 წელს ირლანდიის 178 მილიარდი დოლარის ექსპორტის მესამედზე მეტი ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოდის. ანუ რადოლაცაც მთელი საქართველოს მოსახლეობა 4 წელში ვაწარმოებთ, ფარმაცევტულ კომპანიებს ირლანდიდან 1 წელში მარტო ექსპორტზე გააქვთ. უდიდესი საერთაშორისო კორპორაციების გარდა ირლანდიას საკუთარი მსხვილი კომპანიებიც ჰყავს. Forbes-ის 2000 უდიდესი კომპანიის სიაში 18 ადგილობრივი ირლანდიური კომპანიაცაა. ირლანდია იდეალური ქვეყანა ცხადია არ არის და აქვს თავისი წილი პრობლემები, მათ შორის ყველაზე მწვავედ დგას სიგარების საკითხი. ირლანდიაში სიგარების ზღვარს ქვემოთ 630,000 პირი, ანუ დაახლოებით ყოველი მერვე ადამიანია. თუმცა არ იფიქროთ, რომ მათი სიგარები ნიშნავს როგორც ჩვენ გვესმის სიგარები. 2021 წლის გაანგარიშებით ირლანდიაში სიგარების ზღვარს ქვემოთ ითვლებოდა პირი, რომელსაც თვეში დაახლოებით 1054 ევროს შემოსავალი აქვს.
ამ ლოგიკით პრაქტიკულად მთელი საქართველო ჰოლოკოსტ გამოვლილების კატეგორიაში გავა, რადგან 2019 წლის მონაცემებით თვეში 5000 ლარზე მეტი ხელფასი მხოლოდ მოსახლეობის 0.5%-ს ჰქონდა. რაც არ უნდა თქვა, საბოლოო ჯამში ირლანდია დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მისი წარმატება მხოლოდ შესაშურია. ირლანდიისაგან უამრავი გაკვეთილის სწავლა შეიძლება, თუმცა რამდენიმე ძირითადი აღვნიშნოთ. პირველი არის ის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფომ უნდა გაანალიზოს რა არის ახლო და შორეულ პერსპექტივაში მისი კონტროლის სფეროში. იქნება ეს განათლება, სასამართლოს გაუმჯობესება თუ სხვა რამ და რა არის ჩვენს კონტროლს მიღმა. ამის შესაბამისად ჩვენ უნდა დავიხარჯოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რისი გაუმჯობესებაც რეალისტურად შეგვიძლია და დანარჩენი ფაქტორების ნაწილში ვიღოთ მსოფლიო გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების იმედად. მეორე, ქვეყნის წარმატება ხდება მომავალზე ორიენტირებით და არა წარსულში დაბრუნებით, რის სწორედ ირლანდიამ 90-იანებში კარგად აჩვენა. ირლანდიის ინდუსტრიის განვითარების სააგენტო 2021 წელს გამქვეყნებული გეგმით ფიქრობს, როგორც აახალისოს თავის ქვეყანაში მომავლის ტექნოლოგიები და ბიზნესები, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევები, cloud სერვისები, 5G ტექნოლოგია, გენური თერაპია და უამრავი სხვა. არ დაგვაუწყდეს, ეს არის ქვეყანა, რომელსაც 40 წლის წინ ბიუჯეტის შევსების და ემიგრანტების სამშობლოდან გაქცევის პრობლემა ჰქონდა. მესამე, ირლანდიას როგორც საქართველოსავით პატარა ქვეყანას ყავს დიდი მეზობელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩაგარავდა და ეკონომიკურ დამოკიდებულებაში ამყოფებდა. გამოსავალი არა ჩაკეტვა და პროტექციონიზმია, რაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ირლანდიას არაფერში წაადგა, არამედ ინვესტორების გაშლილი ხელებით მიიღება. გარდა იმისა, რომ უცხოური ინვესტიციები დაასაქმებს ხალხს და ექნება გადმოღვრითი ეფექტიც, საქართველოსთვის ეს საკითხი ტერიტორიული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. რუს ჯარისკაცებს ევროპელი დიპლომატების შეშფოთებაზე უკეთესად უცხოური კორპორაციების ბიზნეს ინტერესები გააჩერებს. მეოთხე, როგორც ირლანდიაც აჩვენებს, ევროკავშირში შესვლა არა თვითმიზანი და ახირება, არამედ უბრალოდ წარმატების ინსტრუმენტია. უფრო მეტიც, ევროკავშირი ხშირად ცდილობს ირლანდიის შეღავათიან საგადასახადო პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს. აბა გამოიცანეთ, თუ კი ისეთივე რეგულაციები გვექნება ბიზნესისათვის როგორც გერმანიას, საქართველოში ჩამოვლენ მეწარმეები თუ გერმანიაში. ამის საპირისპიროდ ჩვენ კონსტიტუციაში მეტიჩრულად ჩავწერეთ, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში შესვლისთვის, რაც დაკომპლექსებული პერიფერიული ქვეყნის დამოკიდებულება უფროა. და ბოლოს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელიც დინებაზე მიშვებული უიმედობითაა გაჯერებული და წარმატებაზე ორიენტირება უნდა გაუბედოთ. თუ საქართველოს არსებული ტემპით 5%-იან ჩვეულებრივ ეკონომიკურ ზრდას გააგრძელებს, 26 წლის შემდეგ დავეწევით ბულგარეთს, ხოლო ნახევარი საუკუნის შემდეგ ლიტვას. დიდი ვერაფერი მომხიბლავი პერსპექტივაა. თქვენი აზრით კიდევ რა გაკვეთილი შეიძლება ისწავლოთ საქართველოს ირლანდიისგან, ალკოჰოლიზმისა და რაგბის გარდა ცხადია, რაც ჩვენც არანაკლებ კარგად გამოგვდის. ამ ვიდეოში ყველა საკითხის ამოწურვა ცხადია შეუძლებელია, ამიტომ მაინტერესებს თქვენი კომენტარებიც. მადლობა ყურადღებისათვის.